დღემშვიდობის და ბედნიერების ჩემო ქართველებო გილოცავთ ყველას სვეტიცხოვლობის დიდ დღესასწაულს. ერთმა ინებოს რომ სვეტიცხოვლობის მადლით თითოეულ ქართველში აღენთოს სიყვარული ქრისტესი, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული ერთმანეთისა, სიყვარული სიწმინდისა და ამ ყველაფრისთვის თავდადებისა საკუთარ თავში ძალის პოვნისა, რათა ქრისტე ვიპოვოთ ყველამ ერთად, ჩვენი საკუთარი თავი ვიპოვოთ, გამოვერკვეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. შეგეწიოთ ყველას დღევანდელი დღის წმინდანები, დაგიფაროთ და დაგიცვათ და გაგაძლიეროთ. ერთიანი, მთლიანი, განუყოფელი გვენახოს ჩვენი ერი, ჩვენი სამშობლო, როგორც ქრისტეს კვართი არის დავანებული წმინდა სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში. ეხა ორიოდე სიტყვით მინდა გუშინდელი პროვოკაციულ გამოხტომას, მე ვფიქრობ გამიჯნულ გამონათქვამს შევეხო ვინმე მაჩალიკაშვილის, რომელსაც მე პასუხი გავეცი და აქ ძალიან მოკლედ ვიტყვი მასზე და უფრო იმ ქართველებს მინდა შევეხო ვინც მას ამართლებთ. მასე მინდა ვთქვა რომ ვინ ახარ და რა უფლებით ეხები კუთხეს, ეროვნებას, ქართველებს და კახელებს კონკრეტულად. შეტურა შენა. მოგიწოდე ბოდიშის მოხდისკენ და ჩვენი ერთად თანაცხოვრება პანკისელების და პირაქეთა ქართველების საუკუნეებია გრძელდება და ყოველი შენი მსგავსი გამოხტომა თავრდებოდა და დამთავრდება ცუდად. მოუწოდებ უხუცესებს ხეობისას რომ საკადრისი პასუხი გაეცით ამ ტურას თქვენ თვითონ, სანამ პასუხი გაეცემა აქედან ქართველების და კახელების კონკრეტულად ხრიდან, იმიტომ რომ შეეხო ეს ადამიანი მთელ კუთხეს და გამოიჩინეთ კეთილგონიერება და თქვენ თვითონ დაიბარეთ ეს ტურა ესა და მოსთხოვეთ პასუხი იმ შეურაცხყოფისთვის, რა შეურაცხყოფაც მიაყენა მთელ კუთხეს. ხო, ეს მიმართვა კონკრეტულად ჭკვიან ხალხს, იმ ადამიანებს, ვისაც მშვიდობა უნდა, ვისაც უნდა ჩვენთან ერთად თანაცხოვრობა მშვიდად ერთ ქვეყანაში და ერთ კუთხეში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მიწაზე, რომელიც ჩვენი წინაპართა სისხლით არის გაჟღენთილი. და ამ სისხლის შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებთ, პირდაპირ გეუბნებით. ეხა მე მიმართავ იმ ადამიანებს, ვინც ამ კაცს ამართლებს. ერთნი ამბობენ, რომ შვილმკვდარი მამაა და ეპატიო. სამწუხაროა მისი ტკივილი ადამიანის კი არა, ცხოველსაც რო შვილი მოუკვდება, ის გეტკინება და გული დაგწყდება და წუხილს გამოთქვა მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო, მაგრამ ეს არ აძლევს იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ერთს და კუთხეს. ხო, ეს ერთი კატეგორია. მეორე კატეგორია არის და იყო ასეთი, რომ მართალი თქვაო. აი ხა ამ ვიდეოს ჩაწერის არსი და აზრი კონკრეტულად უფრო თქვენ უფრო ხართ, იმიტომ რომ ერთია რაც მან შეურაცხყოფა მოგვაყენა და მეორეა რომ თქვენ მას ამართლებთ. თქვენ არანაკლებ პასუხი მოგეკითხებათ კიდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებო, ვინც მაგას ამართლებთ, ეხა თქვენ მოგმართავთ. თქვენი ქართველობა არ გაიშვას და თქვენი ყოფა და თქვენი რა ვიცი, საერთოდ ქრისტიანობა და ყველაფერი, ვინც ამას ამართლებთ, რომ მართალია. ვინ არის მართალი? კაცი, რომელიც იძახის, რომ
სისხლში გაქვთო სისუსტეო და სილაჩეო და თქვენ ამბობთ რომ მართალი არის და მაგას შეთანხმებით? მაგის თქმა გინდათ? კიდე ერთხელ ვამბობ, ეს არის შეურაცხყოფა და ყველას პასუხი მოგეკითხებათ. მაგას შეუთვალეთ და ველოდებით ახლა პასუხს და იმედია რომ ბოდიშს მოიხდიან და მოახდევინებენ. მაგრამ ეხლა თქვენ მოგმართოთ, აი ქართველები რო ქვიათ და ვინც მაგას ამართლებთ და მართალია. დღეს გვარები ღარო და გაქვთ დარჩენილი და ისიც საკითხავია თუ ხართ ქართველები და გადაკეთებული გვარები არა გაქვთ რა. მაგრამ ეგეც რო გაქვთ. ისე კაცი იძახის კახელებზე რომ სისხლში გაქვთო სისუსტეო და თქვენ მაგას ამართლებთ? თქვენ ტურებო, თქვენ მოგმართავთ ეხლა, თქვენც ტურები ხართ. კახელების სისხლის დამსახურებაა დღეს რო სუნთქავთ. კახელების დამსახურებაა ზუსტად იმიტომ რომ ზოგადად თელი ჩვენი ერის ისტორია სისხლით არის დაწერილი, მაგრამ განსაკუთრებით კახეთის და კახელების სისხლზე დგას ჩვენი ერი. თუ ძალიან გაინტერესებთ. შახაბასის მზე აქ ჩაესვენა და თავისი არმია აი აქ ასვენია, აი კახეთის მიწაში ასვენია. გესმით? და არა მარტო შახაბასის კიდე. მრავალი ჩვენი მომხდური მტრისას, ჩვენ თუ ხოცავდნენ და ჩვენ თუ ვიხოცებოდით და 100,000-ობით კახელი არის გაწყვეტილი და შეწყვეტილი მტერს, არც მტერს წაუღია აქედან ხეირი და იმათაც საკადრისი პასუხი მიჰქონდათ რა. კიდე ერთხელ ვამბობ, გულსატკენი არის უფრო არა იმ კონკრეტულად ერთი ადამიანის ეს გამოხტომა, პროვოკაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უნდა გატარებული იქნას არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ აი თქვენ მოგმართავთ ეხლა ვინც მაგას ამართლებთ და ვისაც ქართველები ქვიან, პირობითად ქართველები რო ქვიან. თქვენ არ ახართ ქართველები. გვარსახელების ნაკიდი გაქვთ ალბათ. იმიტომ რომ ვის ელაპარაკოთ, ვინ არის მართალი? კაცი ძაღის რომ სისხლში ვის აქვს, სისუსტე სისხლში ისტორია წაიკითხეთ, ისტორია გადაშალეთ და ნახავთ იქ ვის აქვს სისუსტე, ვის ზედგა ხართ, ვისი დამსახურება დღეს რომ ქართულ მიწაზე დადიხართ. დიახ, ყველა კუთხე იბრძოდა და ყველა კუთხეს ვენაცვალე და ყველა კუთხე წმინდა არის ჩემთვის. მაგრამ რადგანაც კახეთს ეხებით ისტორია გადაშალეთ და გეტყვით რომ დიახ, კახეთი საქართველოს გულია, ხერხემალია და მთავარი სული არის. დიახ, კახელთა სისხლზე დგეხართ. კახელების სისხლზე დგეხართ და კახელების დამსახურება არის ზუსტად კახელების რო შახაბასის 60,000-იანი თუ კიდე მეტი არმია აქ ასვენია კახეთის მიწაში. და ეს ტვინ ცარიელი პროვოკატორი ვიღაცა ვინც არის და რომელსაც პასუხი გაეცემა რაღაცას ამბობს და თქვენ ადასტურებთ რომ მართალია. და თქვენ ქართველები ქვიათ, თქვენ საბოდიშო გაქვთ და ბოდიში მოიხადეთ, შენდობა ითხოვეთ წინაპართა სულის წინაშე და კახეთში არ დაგინახოთ ჩამოსულები, ვინც მაგას ამართლებთ და ფეხი არ დაადგათ აი ამ წმინდა წინაპართა სისხლით მორწყულ მიწაზე. და თუ ვინმეს თავი გაქვთ კიდე, აგერ მოდით და გაგცემთ პასუხს და გაიგებთ როგორი სუსტებიცა ვართ. და რა გვაქვს სისხლში კიდე? მაგას გაგაგებინებთ მერე. ეხლა რაც შეეხება იმას, კიდე მღვდელი უნდა იბრძოდეს თუ არა და თუნდა სიტყვით და თუნდა თავისი საქმით პასუხსაც ცემდეს ჩვენ შიდა თუ გარემტერს. მოდი დავიწყოთ სახარებიდან და ქრისტედან. ჩვენი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა მაქსიმალურად ჩვენი ვალდებულება უნდა მოვითმინოთ. მაგრამ სიწმინდის შეურაცხყოფა, ღმერთის შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა, წინაპართა სისხლის შეურაცხყოფა არაფრის გზით, არათუ არ შეიძლება ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა რომ პასუხი მოითხოვოთ მაგას. პირდაპირი ვალდებულება არის. სამწუხაროდ ეს ლიბერალების აგორებული ქრისტიანული თეზისი, რომ აი ქრისტიანობა შემწყნარებლობაა, ღმერთი ყველაფერს პატიობს და გავრცელებული არის, ხო, ბევრს ჯერა, ესე არ არის ჩემო კარგებო. გაიხსენეთ როგორ მიმართავს ქრისტე სიწმინდის შეურაცხყოფლებს, ტაძრის შეურაცხყოფლებს, ფარისევლებს, გველებსა და იქედნეს ნაშობებს უწოდებს. გაიხსენეთ ტაძრის შეურაცხყოფისთვის რა გააკეთა ქრისტემ. მეკერმეთა ტაბლები ატრიალდა, ეს არაერთხელ გააკეთა, ერთხელ არ ყოფილა. შოლტი აიღო ხელში სიწმინდის დაცვისთვის და მე მინდა გითხრათ რომ
ჩემი სიწმინდე არის ღმერთი, ჩემი სიწმინდე არის ტაძარი, ჩემი სიწმინდე არის ოჯახი, ჩემი სიწმინდე არის ჩემი სამშობლო და ჩემი წინაპართა სისხლით მორწყული მიწა, რომელზეც მეუბნებიან, რომ თურმე სისხლში გაქვს სისუსტეო და მე ვალდებული ვარ, რომ ამაზე პასუხი მოთხო. გესმით? და ვინც ამას ატარებთ, შევარცხვინეთ თქვენი ქართველობა და შევარცხვინეთ თქვენი კახელობაც და თქვენი საერთოდ, რა ვიცი, ქრისტიანობა და ყველაფერი. ეს არ არის გასატარებელი. და ამაზე პასუხი მოეკითხება. ოღონდ კიდე ერთხელ ვამბობ, კეთილგონიერებისკენ მოუწოდებ ყველას, ძალიან აღშფოთებული ხალხი, ასობით, ათასობით ადამიანი პირდაპირ გეტყვით, მოუწოდებ მათ, რომ დრო მივცეთ და თავიანთმა ხუცესებმა, თავიანთმა ხალხმა მოსთხოვონ პასუხი და ბოდიში მოახდევინონ ამ გამოხტომას. და მიღებული იქნება ეს ბოდიში და გაგრძელდება ჩვენი ძმური თანაცხოვრება, მშვიდობით, სიყვარულით და ერთობით. იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი და ჩვენი აი ამ შიდა რაღაცა კონკრეტული ერთი ადამიანის გამოხტომით მტერმა არ უნდა ისარგებლოს. მაგრამ არც გასატარებელი არ არის და მე არ ვაპირებ ამის გატარებას და არც არავინ ღირსეული, არც კახელი, არც ქართველი არ გატარებს, იმიტომ რომ კახელების შეურაცხყოფა მთელი ერის შეურაცხყოფა არის და ნებისმიერი სვანის შეურაცხყოფა იქნება, ეს ხევსურის, თუშის თუ მეგრელის, ის ჩემი შეურაცხყოფაც არის, იმიტომ რომ ისინი ჩემი კუთხის შვილები, ჩემი ქვეყნის შვილები არიან. აი ეს არის რის თქმაც მინდოდა, რაც შეეხება იმას კიდე, ვინც ამართლებთ, რომ თავრობას ეხებაო და ანუ ვიღაცა ეხა გამომიხდება კიდე ესთებიც იქნება და თავრობას ამართლებ, ჯერ გადახედეთ მე ჩემს იმას რა ქვია გვერდს, არც თავრობას ვამართლებ და ერთ-ერთი თავარი მოკრიტიკე ვარ და ოპოზიციაში თუ შეიძლება ჩაუდგეს ვინმე ხელისუფლებას მე ვარ და მე გახლავარ. და დიახ, აქ არაფერ შუაში არის ხელისუფლება, მეც ვაკრიტიკებ და მას შეეძლო ეთქვა, რომ არასწორია და დიახ და აი ამ კონტექსტში მართალია, რომ დაუშვათ გულსატკენია, რომ ის ყურძნის ფასი არის 1 ლარი, რაც იყო დაუშვათ რამდენიმე 10-15 წლის წინ. მაგრამ აქ სისხლი და წინაპრების იმას რო შეეხები და ზოგადად თელ კუთხეს, აი ეგ არის მოსათხოვი, თორე გასაგები არის და გულსატკენია იმ ადამიანების, იმ კახელების და თუნდაც იმ ქართველების იდეოლოგიაც არ მესმის, ვინც დაუშვათ ეს უნდა ვთქვა და გავაკრიტიკოთ, ვინც დაუშვათ ხელისუფლებას დაუჭირან ხარ, რომლებიც დღეს აი არაბებზე მიწას ყიდიან და პაკისტანელების შემოგვისახლის და ათასუბედურებას ჩადიან და ამას ვიძახი და ვაკრიტიკებთ, მაგრამ ის რომ შენ შეეხო სისხლში გაქვთო რაღაცა სისუსტეო და რაღაცა ეგეთიო, ამაზე პასუხი აქვს მოსათხოვი. კიდე ერთხელ გეტყვი. ვინც იქნება ეს მაჩალიკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, მშვიდობა მოგმადლოთ და კეთილგონიერება კიდე რომ გავარჩიოთ მტერი მოყვრისაგან და სიმართლე კიდე და ამ სიმართლის დასაცავად შეგვეძლოს დადგომა. ქრისტე არის სიყვარული, ქრისტე არის პატიება, მოწყალება, მაგრამ ქრისტე არის სამართლიანობაც და ორივე მოგვეთხოვება ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს. და კარგად დაფიქრდით, ვინც აი ესეც აქცელებს ამართლებთ, ვინც ამას ამართლებთ. ეს ყოვლა დაუშვებელია და ეს არის დასტური იმისა, რომ თქვენში ქართველური არაფერი არ არის. და თუ ასე არის, დაფიქრდით, შეინანეთ და გონსმოდით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. კიდე ერთხელ მოუწოდებ ეკეთ პანკისელ უხუცესებს, ვინც არიან ხეობაში და იმ ჭკვიან ადამიანებს დაიბარეთ ეს ტურა, პირდაპირ ერთხელ ვამბობ და მოსთხოვეთ პასუხი და მოახდევნეთ ბოდიში საჯაროდ. და ქართველებს მოუწოდებ კიდე რომ რამდენიმე დღე იქნება თუ კვირა იქნება თუ 10 დღე იქნება, დრო მიეცით ამ ადამიანს და კეთილგონიერებით მიუდგეთ, რომ კონფლიქტი არ გაღვივდეს და ეს ტერმა არ გამოიყენოს, იმიტომ რომ მისი ნაბიჯი არის პროვოკაციული და პასუხი უნდა გავცეთ. მაგრამ ვაცადოთ ჯერ, რომ თვითონ ადგილობრივმა ჭკვიანმა ხალხმა, რომლებიც საკმაოდ არიან იქ ხეობაში, პასუხი მოსთხოვონ ამ ტურას. მშვიდობა მიმადლოს უფალმა ჩვენს ქვეყანას და სიკეთის და სიმართლე იქ სიტყველოთ თითოეულ თქვენთაგანს სვეტიცხოვლობის მადლით ფარავდეთ და გეწეოდეთ.
მალე გვენახოს ჩვენი სამშობლო ტერიტორიულადაც გაერთიანებული და არა მარტო ტერიტორიულად, აზრობრივად, სიმართლის, სიწმინდის და სიკეთის, სიყვარულის გარშემო გაერთიანებული ქართველები მენახეთ. დაგლოს თუფა.